ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს პარკინგ სერვისს ქონება ოფიციალურად გადაეცა. ამ გადაწყვეტილებას საკრებულო სტომაზე უმრავლესობა მხარი ერთხმად დაუჭირა. მიღებული გადაწყვეტილებით გუგუნავას ქუჩის ნომერ 2-ში არსებული მიწისფართი პარკინგ სერვისის საკუთრება გახდა. კომპანია გადაცემული ქონებით ისარგებლებს მანამ, ვიდრე ფუნქციონირებას არ შეწყვეტს. ამასთანავე პარკინგ სერვისს კაპიტალში ქალაქის ბიუჯეტიდან 300,000 ლარამდე თანხაც გადაეცა. ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული არის შენობა, ნაგებობა, მაგრამ შენობა არის ამორტიზირებული. გამოგვეცა ამ კაპიტალში 300,000 ლარი და ეს რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის და ასევე ოფისის კეთილმოწყობისათვის. პარკინგ სერვისში ამ ეტაპზე თანამშრომლები არ ჰყავთ, თუმცა სამოქმედო გეგმა უკვე გაწერილი აქვს. კომპანიაში ამბობენ, რომ ქუთაისში პარკირება მომავალი წლიდან მოწესრიგდება. დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობს, რომ უნდა დაიხაზოს მთელი ქალაქი. მომავალი წლიდან იგეგმა, რომ პარკინგ სერვისი შეუდგეს ოპერირებას, ესე ვთქვათ, თანამედროვე ცივილური ფორმით. სააბონეტო გადასახადი იქნება ეწლიანი, 6-თვიანი, 1-თვიანი, 1 საათიანიც კი. შესაბამისად მომხმარებელი აირჩევს მის სასურველ სერვისს. მერიის მიერ დაფუძნებულ შპს-ს ასევე მომავალი წლიდან მოუწევს ბიუჯეტში მოსაკრებლის თანხის გადახდა, რომელიც თავდაპირველად დასახელებული 720,000 ლარიდან 460,000 ლარამდე შემცირდა. ამ ცვლილებას ოპოზიცია აპროტესტებს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მერიის მიერ დაფუძნებული კომპანია ვალდებულებებს ვერ შეასრულებს. ძალიან გამიკვირდება, რომ 460,000 ლარის მობილიზება შეძლოს უპასუხისმგებლო ბიუროკრატების დაფუძნებულმა ფირმამ. ისეთ პირობა რომ დაესვათ, მაგალითად, კერძო ფირმისთვის წელს ფული არ გადაიხადოთ და მომავალ წელს მე 460,000 მოგთხოვთ მხოლოდ მოსაკრებელს. ეს საკუთრები ამას დათანხმდებოდნენ. ქუთაისის მოსახლეობის აზრი პარკირების საკითხის მოწესრიგების თაობაზე ორად იყოფა. ძღოლების ნაწილი გადახდის საბარათი სისტემის მომხრეა. უმეტესობა კი პარკირების ადგილების გაზრდას ითხოვს. ადგილი არა მაქვს. აქანა პატრული მოდის, სხვის მანქანები დია და ჩვენ არ გვაჩერება. ავიც მე მგონია უფრო თავისუფლება იქნება, დაყენება უფრო თავისუფალი იქნება ვიდრე ახლა. კანონს როგორ არ შევიძენ, კი შევიძენ. პარკინგ სერვისმა ქალაქის მასშტაბით ავტომანქანების სადგომად 274 ადგილი გამოყო.